YouTube-ს გაუმარჯოს და ყველას მოგესალმებით. მოგესალმებით ყველას. ირაკლი გაუმარჯოს, როგორ ახარ? დაროვა. მოიხედე? როგორი ბიჭი ყავს. Hunter Freddy. ეს ჩემი საჩუქარი იყო ირაკლიზე და მგერ კიდევ ეს ირაკლის საჩუქრების დღე აქ ეს ჩამოუვიდა სტიკერი. უნდა გავაკრათ მანქანაზე და დიახ, დავდოთ ეს გამოუჩინეთ. ხო ეს მეორე საჩუქარი კიდე ირაკლის ჩვენ ძმა და მეგობარი ჩამოვიდა ევროპიდან, ჩამოუტანა. ეს აი ესეთი კეპკა აქ. მადლობა ლევანის აქედან. დღეს შავიდა გაგარას. დაბრუნდა უკვე. იოსალმებით აქედან. მესალმები. ხო მარტო ეს არ არის კაცო მეც მაქვს აი არხის რეკლამისთვის კიდე. აი ჩვენ ვამზადებინებთ ამას, ამ სტიკერებსაც. თუ ვინმე სურვილი გაგიჩნდებათ, შემეხმიანეთ მესენჯერზე და იქ მოვილაპარაკებთ სტიკერი მანქანისთვის. სურათის მიხედვით ესკის ჩვენ თვითონ დაგიმზადებთ, წინასწარ გაჩვენებთ და მერე დავამზადებთ. ამ სტიკერის ზომა 20-20-ზე. იგივე ეხება ამ ბერეტას კეპკებსაც. ჩვენიერი ზაფხულის მსუბუქი კეპკა. მუქი ლურჯი და ერთი სეზონის ზაფხულისთვის კაია. კი. დღეს ახლა ამ ყველაფრის გარდა კიდე შეინახე ასეთი ჯუჯა დერიას განხილვა და სროლები გვექნება. მოკლე ლულიანია. მოდი ჯერ სტიკერი დავაკრათ ირაკლი და მე დავცხოთ ამ თოფს. მოდი. დაკავებულები ვიყავით და თითქმის დავასრულეთ. ერთი ფენის აძრობა დარჩა ზევიდან და ეგ არის. გადაატარე ახლა. ჰაიდი დარჩა თითქოს. ესეც ჩვენი ფრედო თავისი სტიკერით. მოდი ეს შენ ჭრილი ისა. ვიცოდე. ზეან როგორც გითხარით, აი ჯუჯა დერია გვაქვს დღეს სასრულად წამოღებული და ირაკლი მოდი 1-2 სიტყვა გითხარი რა ხდება, რა არის, რასთან გვაქვს საქმე. რა ხდებოდა დერიას პომპიანი, ასე ვთქვათ, სეკვესტრირებული გლუვიანი თავდაცვის იარაღი გვაქვს, რომელზეც ღირს საუბარი გამომდინარე იქიდან, რომ მეტყვილი არ დავალაგე, სადღაც იმავე მოწიებ. ისათვალეთ და ეს დამცავი, ყურის დამცავი, დაუდე გვერდით ტყვილი არ დამიდია. ასეთი იარაღიდან როცა ისიც მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ დამცავის საშუალებების მიმართ, ანუ აუცილებლად ყურები დაცული უნდა იყოს თვალებით. ყურები აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხმა გასროლისას. თვალების დაცვას მაინც რავი, გაიცავით არ იქნება ურიგო. მოკლედ ეს იარაღი განკუთვნილია პირადი ქონების დასაცავად და ხშირად ფილმებში გინახიათ რომ ხოლმე რომ ცალე ხელით ისვიან ასეთი იარაღს დაივიწყეთ. ეს გამორიცხეთ ეს ამბავი. ცალე ხელით ასეთი იარაღის და ამ ასეთი იარაღიდან სროლა გარწმუნებთ რომ არასავალალო შედეგს მიიღებს სროლელი შეიძლება მოიტეხოს ან მაჯაში ამოიგდოს ხელი და ბოლო-ბოლო თავში ჩაეტყას ეს უცების დროს ავარდილი იარაღი. მე რა მახსოვს ისი ბოდიში გაგაწყვეტი და მეორე ტერმინატორში მოტოციკლეტით რომ ისდევს. ხო, უატრიალებს და ის რო ხო. ტერმინატორობას დავანებით თავი რეალურად გიხსნით თუ როგორ უნდა ისროლოთ ამ იარაღიდან აუცილებლად დაისვით მენჯიდან და კარგად დაჭერილი ან ქვევიდან ან ზევიდან. ხელი რო აგდება მაქსიმალურად ამორიცხოთ ამ სროლის ამ ტექნიკას განახებთ. არ შეიძლება მიბჯენით მუცელზე მიბჯენით ამ კერძზე მიბჯენით ამის სროლა იმიტომ რომ უცემა საკმაოდ დიდი აქვს. არ შეიძლება ასეთი ტოფიდან მძიმე ჭურვიანი ვაზნების გამოყენება 30 გრამამდე ვაზნი უნდა გამოიყენოთ. იმიტომ რომ უცემა აქვს დიდი და ხმას დიდი აქვს. იმედია ჩვენი აპარატურა გადმოსცემს ამ ხმას და იმ რეალურ დიაპაზონს, იმ რეალურ დიაპაზონსაც მართლა ძალიან ხმაურიანია მოკლეულის გამო და შეიძლება დაეზიანოთ ყურის ვაրանები. მეტყვილი არ მაქვს ამოღებული დამცავი. ყურების დამცავი. ვიცოდი რასთან უნდა დღეს საქმე და მოკლედ კარგია მეთქი ამ იარაღზე, თქვა კარგია ალბათ.
გაუცა გამოვალ მდგომარეობაში ხარ და სხვა არაფერი გაგაშინე ხარ შესაძლებლად გამოიყენებ კარგია მაგრამ ყოველდღიურად ამ ასეთი არაღიდან სროლა და რავი მე მიზანშეწმენა დამიმოჩინე ყოველ შემთხვევაში ეს არის ბოლო შანსი სიარაღე ასე ვთქვათ რა ბყალებში როცა სხვა გამოსავალი არ არის და კარგია იმიტომ რომ მოკლეა პატარაა და ადგილს არ იკავებს და მანქანაში არ ჩააგდებს წაიღებს მომაგებ მაგრამ ეს როლის ამბავში ეხლა ვნახოთ როგორ იქნებოდა რა იქნება დანარჩენი რა დღესაც საკმაოდ ხარი გვაქვს და იმედია ეს პეტლიჩკა რო გიგეთია ხო ეს არის პოპულარია მაგრამ ასეთები მაგალითად Excel კალებში შემოტანილი გვაქვს და არის როგორც ხერდავტომატური ვარიანტები როგორც პლასტიკში ესე ხის კონდოხში ვიდეოები გადაღებულია და დადებს მორლენ თავის არხსნელი და შეგიძლიათ იქასთან ხოთი მიხილო და რევიუ მოკლედ ახლა კი გასროლები ანუ იქ რაც კალიფში გაქვთ ის დერი არა სხვა ფირმა არა ის პანცერამსია და ნახევარდაუტომატურია რა ეს პომპა ხო ის ნახევარდაუტომატია ხო ნუ ეხლა გავზომე ლულა აქვს მაგას 50 სანტიმეტრი ჩოკური შევიწროებები არა აქვს და ჩოკი აქვს ეხლა ციფრული შტანგელით გავზომე და არის 18 და 6-ია ბოლოს სულ საკ იგივე ხსვის ხო ცილინდრი და ის არა აქვს კიდე თამასა არა აქვს აქ სამედე თამასა არა ხო ამას ათუნა სამედე თამასა რა სჭირდება მაგის გახედვაც არ შეიძლება ხო გახედვა არა აიყურე აი ასე სროლა აქედან ცოტა წირო გაციოს კაცო არა ისე არ შეიძლება ვერ დააკავებ ხელს და მოხდება სახეში არ არსებობს ეს ამის და მეტად სროლა ამის არის წარმოუდგენელი არ შეიძლება არა ხელი რო ცოტა წინ გაციოს არა ვერ აკავებ მაინც მოდის და წუთში მოვიწყო შეიძლება მე მის YouTube-ის კურიოზებში მინახია თავში რო ერთხელ ხო და დაში ამას უკეთდება სოციალურში ხოლმე როდესაც ქვიდან ახალი შესაყოფი ანუ ქვიდან შეყოფ ხელს და უკვე ზევით აღდებასაც სიჭერს მაგრამ ამ შემთხვევაში ზევიდან დაადოთ ხელი ან კარგად მოუჭირეთ ახლა დაჭერები იმიტომ რომ მაქსიმალურად კარგად უნდა იჭიროს რომ არ აღიხდეს ზევით რო არ გაგტაცოს ხელიდან ხო რო არ გაგტაცოს ხელი რო არ გაგიوارდეს ხელიდან ბოლო ხო ჯობია რომ ვისროლოთ ახლა და იქნებ დააჭერს მე მოგიყვებით კიდე ეხლა ამაზე არარეალური მანძილებიც ალბათ მაქსიმუმ 8-10 მეტრი ხო ახლა მანძილის ჩასროლია რა მაგრამ ეს მანძილი საკმარისია რომ ტყიებით უკვე გნახოთ გაშლებს ბევრნაირი მაქვს მაგრამ პატარა შევთქო 26 გრამიანი მაქვს 7 ნომერი მაგრამ 4 ნომერი და 4-0 მაქვს ისა 32 გრამიანი არა უშავს მე ხო ვიცი რაც არის რაღაცნაირად ენდე ჩემ პროფესიონალებს მაშინ 4-0-ით გავისროლოთ ეხლა ამით საფანტი სულას მე მგონი აზრი არ აქვს აჰა ჰანტერ ფრედი მოვირგო თავზე აი ეს 4-0-ებია ქაღალდის კონტეინერშია ისინი სოკოლზე დატენილი ეცეთ ყოველდღე სამიზნეზე ფანერა გია მაგრამ ქაღალდს აღარ გადავაკრავ მაშინ გვინდა ქაღალდი არ უნდა არა სანამ წამოვიდოდით დავთვალე და 4+1-ია ეს რა არის გას დიამანტის ამოღებული აქვს ისა გრანიცელი 4 წელი მიდის 4+1 ბოტონდის მაგრამ ბოტონდის აი ვიცი შეიძლება ეს ვაზნის ბრალია ალია ვიცი ეგ ჩაუშვი პირველი მაშინ იმაში ლულაში და დანარჩენი ქვევით შეტენე აგრესელი ამოღებული ხო ჩი ახლა წავიდე წავიდე არასწორ პერეკუსით მომიგდეთ 4-0-ები მეტი არა მაგ და ეხლა ეს როლი 4-0 ეს როლო თუ ეგეთი მაგარი ხმა ექნება ხო რა დაახლოებით რამდენი გვაქვს მანძილი იქნება რავი 10 მეტრი მოიცე როგორ დავდგე ერთი ნაბიჯი წინ მიდი და კარგად გამოვჩდები მეც მე კი ეგრე მოიცე თან მინდა რომ აქედან დავიდგე ხო მანდიდან მზე არის გამიგე და დაართავს მე ობიექტი მაშინ ასავეს ხრი ამიზეც არა ისროლე როგორც აბა ის რა გამოშეკა და მოგდებას ვერ გაიგიო და აჰა მართლა რამხელა ხმა ქონდა ხა სიდან სამი არაფერი გამოჩდება ეხლა მოვა ლერც აქედან აი ეს საკმაოდ ძლიერი უკუცემო აქვს კი დამაყრუა ყურებში მიწუის ეხლაც
ვაბა რა გითხარი დიდი ხმა ახლა. მივიდეთ აბა ვნახოთ სამიზნეზე რა მოხდა. რა მოხდა მიაყრდა საფანს რა უნდა მოხდა. ორი ეგ მოიტან ეფექტური იყოს და ძალიან ახლოსთან ვესვი და გაგლიჯავს მაგას და დაინახავე. კი მასე შეიძლება 1 2 3 4 ცალი აქვს მორთმული მე მგონი ზევით მიქონდა აი 1 ცალი აქაცაა კაიმში ბიჭო ეს ფიცრები დააყენდა ახლოსთან ვესვი და დაგლიჯავს მაგას დაინახავ. ეგ მოხსენე ბავშვი გამოგადგებოდ იზადი აი ეხლა სტერლინგის ვაზნა ვიპოვე სტერლინგის ვაზნა ვიპოვე 6 ნომერი კონტეინერში და ირაკლი თქვა ეგ ძალიან ახლოს არ მიდიხარ აუ ბიჭო გაშილის ისე და ვეღარ იქნება რა ხო მოიცადე აგერ დადებ შეგერა ზოთარ კი აი როგორც ერთი მუჭა ისე შევიდა მოიცადე გავასწორებ კაცნობრი და თან გადაიღე ხო აი ამ ადგილშია ეფექტური რა იხდი ხო შეგიძლია მე მგონი აი ნახეთ კონტეინერისაც კონტეინერი ნახე რა შეაკვეხა მოდი რაკენიცი შენ ეხლა 1 3 4 ნაბიჯი უკან გადადგი 1 2 3 4 აჰა ამ მნიშვნელობა მოიცადე მიდი გახვიდა როგორც ჟაკანმა ისე რო გითხრათ რომ სასიამოვნო გასასროლია მეთქი მოგატყუეთ ცდილობს რომ ხელიდან გადამიხტეს მაგრამ ვერ მივარდი შენ წარმოიდგინე ახლა ვიღაცა ქლიავი რომ ამას ცალი ხელით მოინდომებს ამის გასულ რო გაიტეხავ ცალფის ეს კონტეინერი დააფიქსირე შენ ძალით მოხდა კონტეინერი რომ შეგლიჯე შენ და მეორე მხარე წარმოიდგინე ეს ადამიანს ამძილში რომ მოხდება რა დღეს შეარდებს ეს იყო 6 ნომერი და სხვა ნომრები რას იზამდა ამათ იცვლიან ხოლმე წესით ამ ასე ტოფებით იცვლიან ხოლმე წვრილი კარტეც ძირითადად წვრილი კარტეც 28-იან 32-იანს და თავდაცვისთვის თუ ისვრით თუ აი ვიღაცა და მოკლა და მაგის ისე ასეთი იმოკლე არა სხვა მშინას კარგავს ხო რა აბადელი დელია ვაბათქუნეთ დერია აბადელი დელია ვაბათქუნეთ დერია მოიდაგიდე დაუბაგუნ გამოდი შენ გასულა აა ვესწრე ბალონს ხედავ თუ მოვარტყი აბა ერთი წამით აი თავის ჭრდილი რო ერთი წამით მოწიო ახლოს რა დარიგეს ბალონი ხო აი ბალონი დავინახე ესულო კი დავიჭირე წინ დაიყარა ხდება მაგრამ აი რა ვიცი რა ირაკლი ხა პირდაპირ კაცი ვარ და პირდაპირ გეტყვი მე ეგეთ თობს არ ვიხედი რა ერთადერთი თუ კოლექციას გავალამაზებ თორე ნახდათ დიდი აღფრთოვანება ვერ გამოიწვია მაგრამ მოდი სალი ხედავ სულ გადაიღე ხირბირი არ დაილეწო და მე ხომ 20 გრამიან ნომერში და მოიცა რა რატო არ უნდა ისროლო სალი ხელით მაგიტო თქვენი გულისთვის ვიღებთ აი ახლა იწერება და რაც თქვი გადაიგეს პრინციპში ხო მოკლედ დემონსტრირებას ვახდენთ რატო არ უნდა ისროლო სალი ხელით ეს იარაღი რასაც იშრება მოხამას და მე ალბათ თუ შეანელებ ამ კადას კიდევაც ხო კი შენ ცოტა წინ მიდი დაგიდგები მარჯვენა მხრიდან და აი მზემრო არ დამარტყას რა იქით ეს ბოც შეფარებ მიდი წინ ბატონო ეს 26 გრამიანი არ დაგავიწყდეთ 8 ნომერია 26 გრამიანი თან სპეციალურად ირაკლი მომთხოვა და დაბალ გრამაჟიანი აი საკმარის სალი ხელით მიწევს ამ ისროლო და მოიცადე ეხლა ვართ სრულ კონტროლში ხარ ეხლა შენ
უყურე. ეხლა კუთხით გიგავია გაასწორი აბა. არა, გავასწორო, ასას გავასწორო. შენ ხო მე მგონი ეხლა რომელი კადრი გამოვა, იცი? YouTube-ში თავს რო იხეთქავს, თავში რო იწოს ტიპი. აი უყურე და ასე ვისვრი მოკლედ რა. სოისრო ხელის მოუშორო. იღებ? დააკვირდი იარაღს, იარაღს დააკვირდი. ჩართულია. ეს კიდე მომზადებული ვარ და კარგად დამარცხა მაჯაში რა. ნუ ხო შევზე ჯანიანებით ხوارთ ისროლეთ ბაზარი არ არის, მაგრამ ნუ 26 გრამი არის. 26 გრამი C7-ზე იყო დატენილი. C7-ის დენცზე. გაწყვიტეს. ნახე. ეს მოკლეროა ლულა, მაგიტო შვება თუ უბრალოდ უბრალოდ უკვე ის არის. მოყოლეტილიც აქვს რა. ვაზნა არის უკვე ძალიან ბევრი. ეს ძლიერი ცხოვრების როლო სალახელი. მოგცემ ახლა და ეს რა ხავს? ესე იგი ახლა ეს კაცი სანამ თავს არ გაიტეხავს. ნუ მსხვერპლს მოითხოვს რა ესა. თქვენი გულისთვის ისე მაყურებლებო და აი გაჩვენოთ ეს არის 5 ნომერი 32 გრამი. მაქსიმალურად რო ყურადღებით იყოთ ხოლმე რა. ხომ ცოდნო და ცოტა მძიმე ვაზნასაც წამოვიღებდი და ისევ რომ მოკლედ რომ ხეის დაფარება მოვასწრო რა მოიყოს. დააკვირდი? არასასიამოვნო მომენტია რა. ამაზე ჩემი აზრით კარგი იქნება თუ აი ამ კონდახი რო იყოს უკვე დააფიქსირო ხდები და კონდახი ერთი და მეორე მარტო პისტოლეტის სახელური როა ეგ მაგითიც კარგი იქნება. არა უყურე ეს სპეციალურად არის გაკეთებული და მომწონდა მე თქვა რომ მაქსიმალურად მაჯას დატვირთვა რომ მოიხსნას. პისტოლეტით რო გიჭიროს პიდავეროთ ხო მაჯას შეიძლება მოიტეხო. ეს შინ მოწვავს და კიდე არ გაძლევს იმენ დარტყმას რა. მაგაზე საკეთი კონდახი არ დადგება რომ იყიდება ასლარამდე. ამისი უნდა იყოს და რა დაყენდება. თურქულებს მე მგონი ყველას ერთი ის აქვს. აი უკვე საკეთი კონდახი რო კონდეს უკვე კარგი თემაა და პისტოლეტის სახელური. მოკლედ მე არ ვიცი ვის რა სჭირდება და მოკლედ იარაღი, მაგრამ ვისაც სჭირდება პროთამშვიდობაში გამოიყენებინოთ, მაგრამ მაინც გაითვალისწინეთ რომ ცალი ხელით და სახეზე მიბჯენით და მიზნებით ესე ნუისურთ. ხედავ დღესაც როგორი ქარი დაგვდა. მოდი ახლა ბოლო სიტყვება ვთქვა ამ თოფზე და დავიშალეთ. ამ ნახევართოფზე. ჯუჯა. იხდება შლაპა. ბოლო სიტყვება რა გინდა დავით, ხო დაინახე რაც იყო ძმაო, აი მაყურებელს დაინახა. ეს იარაღი ვისთვის არის და რისთვის არის მე ვერ გეტყვით ალბათ როგორც წინა ვიდეოში თქვი და წინა სიტყვაში თქვი. ალბათ ისევ და ისევ ბოლო შანსის იარაღია თავდაცვისათვის. თორე ასეთი იარაღი რომ რაღაცა ამ ექსპედიციაში წაიღო ან რამე კონკრეტული დანიშნულებისთვის არ ამგონია რომ გამართლებული იყოს, იმიტომ რომ ჯერიც რომ მოუხერხებელი სასროლია და არა როგორ გითხრა, არა უსაფრთხო სასროლია კიდე რა. ანუ უსაფრთხოების წესები უნდა გქონდეს მაქსიმალურად დაცული, უნდა გქონდეს სათვალე გეკეთოს ყურდამცავები, რომ თავისი ხმისა და მოკლე გაბარიტების გამო შეიძლება დაიზიანო ამ ფეხი ან რავი რაღაცა ჟანდაბად უზონა რავი. ამას გქონდეს კონდახი უფრო ასე ვთქვათ კომფორტული გასასროლი იქნებოდა სამიზნეზე და ისიც, მაგრამ კონდახი გაბარიტებში მოუმატებდა გასაგებია და ამიტომაც დაამოკლეს და სპეციფიკური ესეთი სახელური გაუკეთეს ამას. ტარი არ ქვია, სახელური ქვია ამას რა. როგორც თქვით, ლულის სიგრძე 50 სანტიმეტრი, ჩოკი არ აქვს, ცილინდრული ლუგაბურღულობა 18-6 აქვს ლულის შიდა გაბურღულობა, მაგას არსებობს ნიშნობა. როცა ასეთ მოკლე ლულაზეა საუბარი, იქ ჩოკი აქვს, არ აქვს ჩოკი, მის აზრი არ აქვს მაგაზე საუბარს. არაფერს მომცემია, ჩოკის რო ეყენოს, არაფერს მომცემია არ იქნება ჩოკი იქ რა. როცა ასეთ მოკლე ლულაზეა საუბარი. აღაშენს ამაზე თამაში. რეალურად არა, მაგრამ შეიძლება მაღაზია მან წარმოებულმა რაღაც მარკეტინგული სულა გააკეთოს ვითომ. ხო, მაგრამ რეალურად იმას ის ფუნქციას ვერ შეგისრულებს. სამიზნე თამასაც არც აღმოჩნდა კითხვა. არც სამიზნე თამაშს არ უყურებთ, მე კიდე ასეთი იარაღი უცხოეთში უწევთ, იმიტომ რომ ეს იარაღი არის დამიზნებით სასროლი იარაღი არა, ეს არის მენჯიდან სასროლი, აი მიშვედი სასროლი იარაღი, მიაფარე და ეს ვარიანტია რა. და ძირითადად ხმარობენ ხოლმე ფინტიხს. შენ იმ დღეს ლუპარაზე გამახვილე, ლუპარასთან
თან შედარებით ეს რადიკალურად სხვა რამეა რა. ლუპარას კონდახი აქვს და მოკლელულები. კონდახი აქვს, ჰორიზონტალურია. ხო, ჰორიზონტალურები აქვს ხშირად გარაჩახმახიანი და ისიც მიშორიც ასროლი არაღი, იმაშიც ფინტეხს ხმარობენ რა. ეს იტალიური მაფიის ვენდეტასი არაღი იყო. აინტერესებს ლუპარა გელზე სანადიროდ ხმარობდნენ ბუჩქნარში ამ იარაღს სამოწარმოებულად, მაგრამ იქ კონკრეტულად კარტეჩის არის გათვლილი ეს იარაღი რა და შანსი ლუპარიდან ნასრული ადამიანს მოხდეს სამხანს იმის რო გადაჭერს, თითქმის ნულს უტოლდება. იმ მანძილზე, რა მანძილზეც მუშაობს ეს იარაღი, რატომ რომ მანძილიდან შეიძლება კიდე გადარჩეს რამდენიმე გალი მოხდეს, მაგრამ ახლო მანძილში ისეთ დაჯგუფებით მინდის ეს ფინტეხის მარცვლები ორგანიზმში რომ იქ რავი რამდენიმე ორგანოს ერთად აზიანებს მოკლედ რა. არც ეს იარაღი არ არის კამფეტი ახლო მანძილში. მათხოვე შლეპა. შლეპა მათხოვე. და ლაპარაკობთ, ეს გაიგეთ და თან რეკლამა გააკეთე კაცო არხის. და გამოიწერეთ არხი მოკლედ რა. მოიწია? უფრო საინტერესოებს გაიგებთ ხოლმე რა, თუ დაინტერესებულები ხართ. ისე მე და შენ ძალიან ვიზარმაცეთ ეს დრო ვეღარ შევწერეთ ისინი რა ქვია. ვიდეოები, მაგრამ რატო იზარმაცე? მე მზათა ვარ გასო, შენ როცა მე არ მეც სამუშაოდან მეწყო ფიზიკურად. ვიცი, ეს მოდი ხალხო. რავი რა ვთქვა მე ეს თქვენი აფერები თუ დაამატებ ამას. არაფერი უბრალოდ როგორი მოკლეც და ჯუჯაც ეს თოფი ესეთი ჯუჯა ვიდეო გამოვა ალბათ რა. მაგას საუბრობელი ხო. არა იცი რა არის, ბევრს ახლა საინტერესოა ასეთი იარაღიდან სროლა და ტექნიკა. თუ როგორ მარიცის ახლა მოგონია თუ როგორ გლოულია თუ მიიბჯენ ხარზე და ბახ და სახესთან ახლოს მიიდან და გაიზოლი და შეიძლება დაიზიანოს სახე ან თავში მოირთვა. თავს გაიტეხავს ვიღაცა. ხო და რატომ უნდა დაზიანდეს ახლა ვიღაცა დაიზიანოს სპენის ორგანოები როცა შეიძლება რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ამ ხალხს ინფორმაცია რომ რამდენია კიდე ფილმებზე გაქეზებული. ხო ცალი ხელიდან რო ისრიან და არ ვატრიალებს და იქ რო ეს ვიდა. დაივიწყოთ ხალხო არ გიჩვენთ არა. მაგის ატრიალება შეიძლება კბილების პროთეზის გარეთ გამოყვეს. ეგრეა. მოკლედ დროებით გამშვიდობებით. ყველას წარმატებულ დღეს ჩემი არხიც გამოიწერეთ, ირაკლის არხიც გამოიწერეთ, იცით ირაკლის არხი თუ ვინმე მარიცის. ამოვანათებს ეგ დავითამერე და ბოლოში გამოვანათებთ და იარ დამედი ახალი არაფერი მაგ ძველი რაც არის ეს ნახეთ და მე თუ რაღაცა მომძერეთ და ეს არის ირაკლის ისა YouTube არხი. ზეღარ ვამბობდით, მოძებნეთ, გადმოდით, გამოიწერეთ და გამოვაცოცხლოთ ეს არხი და იარსებოს ამ არხმა განვითარდეს და გამომწერებიც დაემატოს. ხო, რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი ვილაპარაკეთ, მოიჭაქეთ კადრში ჩაჯექი კარგად. იქ რო გიდევთ მაღაზიაში მოვიდაო. ხო. მე ხა ამის ფასი არ ვიცი, ყველაზე მთავარი ფასი და გვავიწყდა გვეთქვა რა არის. 890 ლარღის ხის უნდა ხსეთ და 900 ლარღის ხის უნდა ხსეთ და 890 ლარამდე ღირს 800 რაღაც ლარღის პლასტიკზე რა. მურეზინული პლასტიკზე. ოღონდ ისინი პომპა არ არის პულნახრად ავტომატი. ხო, ნუ დანარჩენი იგივეა. ხო, დანარჩენი იგივეა, ფორმას ყველაფერი იგივეა, ოღონდ ისა ნახრად ავტომატურად ტანის ეს ხელი როსატენი. მოკლედ აი ესეთი გადოტექნიკა გქონდა დღეს. ხო და ტექნოლოგია. ხო და მეტი რაღა უნდა ვთქვა ეს არის დანარჩენი თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ ვისაც ჭირდება საკოლექციო ვარიანტში შეიძლება თუ იყიდი და ჩამოკიდებ და არ გაისვრი და არატარებ კი მაგრამ პრაქტიკული დანიშნულებით მე რაღაც ნაკლებად ეფექტური მგონია ეს. აბა დროებით ყველა კარგად იყავით. დროებით. ყველა კარგ ხალხს მოკითხვა ჩვენი არხისგან.